მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვთამაშებ The Lord of the Rings. პროექტო თამაშს ქვია Return to Moria. თამაში არის გადარჩენაზე. ძირითადი მოვლენები ვითარდება მაღაროში. თამაშს სწორედ მაღაროდან ვიწყებთ. თამაში შეხვდება ბევრი building მომენტები, შეხვდება ორკები, თუ ჩვენი მთავარი მტრები, ასევე შეხვდება სხვა სახის ფაზლები, რომელსაც უნდა ავაწყოთ, რომ გადავრჩეთ და დავასრულოთ თამაში. დარჩენს კი ვიდეოს ყურებისას უფრო კარგად გაიგებთ, ეს ვიდეო იქნება სატესტო, რათა გავაცნოთ ზოგადად თამაში, რა არის, როგორ არის. შემდეგი ეპიზოდი უკვე გზად არის, როგორც კი ეს ვიდეო ავა 5 ლაიქზე, დავიწყებ შემდეგ ვიდეოს edits და ავტვირთავ იმავე დღეს. რა გადაგრჩენია, დავიწყოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. როგორც უკვე გითხარით, თამაში ვწყებთ მაღაროდან. რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდს ავაჩქარებ, რადგან უბრალოდ ტუტორიალია და ტუტორიალს არ გაჩვენებთ. უბრალოდ აქ გავეცანი თამაშს, როგორ მოქმედებს ხტუნაობას, ასე შემდეგ. ეს ნივთები, რომელსაც უკვე ხედავთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ გადმომეცა სხვა სამყაროდან. ანუ სატესტო სამყარო გავაკეთე, რომ უბრალოდ მენახავი ის თუ არა ეს თამაში გადასახებად. გავწყრო ჩამეწერა ვიდეო და არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ნივთები ყველაფერი გადმოუყვა იმ სამყაროდან. ეს აიტემები არ არის რაღაცა OP აიტემები, რომელსაც შეუძლია დიდი პროგრესი განგაცდევინოს თამაში, ამიტომ დავიტოვე, არ გადავაკეთე თავიდან ყველაფერი. უბრალოდ ჩვეულებრივი მატერიალებია, რომელიც მოყოლსაც ძალიან მარტივად შეძლებ. შესაბამისად, gameplay თავიდან იწყება, შეგვიძლია თქვათ. როგორც ვითხარით, ჩვენ პერსონაჟს ქვია კუსიკა. აქ კუსიკამ იპოვა გასასვლელი კარი, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა მოჯადავებული და არ შეეძლო აქედან გასვლა. ამიტომ თქვა, რომ უნდა ეპოვა სხვა საშუალება, რომ გასულიყო ამ მაღაროდან. ამიტომაც გადავედი მეორე მხარეს, სადაც ბილიკი მიუყვებოდა და შეხვდა ის ჩიტი, რომელიც დასაწყისში ასევე შეგვხვდა. ეს ჩიტი გვეუბნება, რომ არ არის სხვა გზა აქ სამყაროდან გასასვლელად, ხოლო ჩვენ ვიწყებთ აქ დაბანაკებას. ბანაკი გამოიყენება როგორც ხედავთ მიტოვებულად, აქ უნდა აღვადგინოთ რაღაც ფრაგმენტები, უნდა აღვადგინოთ ასევე შენობები. ეს შენობები არის, როგორც უკვე ხედავთ, მატერიალების დასამუშავებელი, კრაფტინგი და ასევე საჭმლის გასაკეთებელი. იმისთვის რომ აღვადგინა ეს ყველაფერი, გვჭირდებოდა ქვები, კინები, ხეები. კინების მოყვება, როგორც უკვე ხედავთ, აქ დავიწყე. ქვები და ხეები რაღაცები მქონდა, რომელიც უკვე მაღაროში ეკრეფილი იყო. რის შეკეთებაც შემეძლო შევაკეთე, რისიც არ შემეძლო წავედი და დავიწყე კინების შეგროვება. უკვე მოპოვებული კინები წავიღე ღუმელში და გამოსაწვევად ჩავდე. შემდეგ ვცადე სხვა მონუმენტის აღდგენა, თუმცა მას სჭირდებოდა რაღაც შავი კრისტალი, რომელიც წარმოდგენა არ მქონდა როგორ მეპოვა. წავედი რათა უფრო უკეთესად შემესწავლა სამყარო, სადაც გზად შემოხვდა ესეთი ტახი. ტახი არ მიტევდა, თუმცა მაინც ვაკვირდებოდი, რადგან ეთექი არ გაეკეთებინა და დემეიჯი არ მიმეღო. უბრალოდ გარეთ გავედი, დამეთვალიერებია ინტერიერი, როგორი იყო გარემო. გარემო საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, გრაფიკებიც ძალიან კარგია აქ ამ თამაშს. სისხლები საინტერესოდ ჩამოდის დაბლა და ჩრდილებით ძალიან ლამაზია. აქ მომწრია ეს ქვები, რადგან ამახინჯება ჩვენს ინტერიერს და რა თქმა უნდა არ იყო საჭირო ეს ქვები. ამიტომ უბრალოდ მოვანგრიე და ჩვენ გამოვიყენეთ მას რესურსებად. აქვე დავიწყეთ თორჩების დამაგრება, რადგან გაგველამაზებია ჩვენი ბანაკი და გვენათებინა იგი, რადგან ძალიან სიმნელე იყო. ვცდილობდი რომ დამეცვა ყველანაირი სიმეტრია, რადგან უფრო ლამაზად გამოჩენილი იყო. და რადგანაც აქ დიდი ხანი მოგვიწევს გაჩერება. დავამონტაჟე თითქმის ყველგან ეს საანთები, სადაც შეიძლებოდა რომ გამენათებინა, სადაც ოდნავ კი სიმნელე დავინახე, ყველგან დავაყენე ეს თორჩები. ასევე დავქროვთე ხეების და ქვების დასალაგებლები, რომელიც ძალიან საინტერესო და ლამაზად გამოიყურება. ასევე დავქროვთე ჩესტები, რომელშიც ჩავალაგეთ ჩვენს ნივთებს. მაინტერესებდა როგორ დამეწყოს ხეები ამ ფიცრებზე და კარგად ამოვიდა, ნახეთ უბრალოდ როგორ ლამაზად გამოიყურება. ნივთები, რომელიც წინსაყარებლად ავიღე სკივში გადავიტანე. აქ დავინახე რომ შიოდა, ამიტომ გავედი და საწყობების მოპოვება დავიწყე. სამენიეროდ დავხვდა მარცხნის საკვები გაზრდილი, რომელიც ავიღეთ და პირდაპირ შევჭამეთ. ის საკვების პრობლემა გადაგვიჭრა. აქ დავდგის საწოლი, რომელზეც შევძლები დაძინება, რადგან ერთ-ერთი მისია ეს იყო, რომ დამედგა საწოლი, დამესეივებინა ჩეკპოინტი. საწოლი გადავწყვეტე რომ ღუმელის გვერდზე ყოფილიყო, რადგან ჩვენ კუსიკას არ შეცინოდა. შემდეგ მისია გვახდა, გვეპოვა სოკოები და გავგვეთებინა სოკოს სუპი, რომელთაც შევძლებთ რომ დაგვეჰილა კუსიკა. სამწუხაროდ ის სოკოები, რომელიც ჩვენი სახლის გვერდზე იყო ამოსული, ჩვენ შევჭამეთ, რადგან მშიოდა და მომიწია სხვაგან პოვნა. დიდი ძებნა არ დაგჭირდა სოკოების მოსაძებნად, თუმცა შეგვხვდა ესეთი მგლები, რომლებიც თავს გვესხმოდნენ. სამენიეროდ მალე მოვყალით, აქ კიდე ორკები შეხვდნენ, მაგრამ რატოღაც სულ გამიგვირდნენ ორკები, ანუ პირველი შეხვედრებია და ორკები თავს არ გესხმიან მაგეროს. ჭაში გადავიტანა ყველა ის ნივთები, რომელიც ამჭირდებოდა ჯერჯერობით და ავიღე ძირიდან. სოკოები კაც შევუნთე და ველოდები სუპის გაკეთებას. როგორც ხედავთ, სუპი გაკეთდა, შევჭამე.
სიცოცხლე მომეტა, ასევე მომეტა საკვების მაჩვენებელი და ეს მისიაც ასე შესრულდა. ჩვენი შემდეგი მისია იყო, რომ დაგვემზადებინა რკინის ხმალი, ასევე გქონდა საშუალება გავაკეთებინა ფარი და ასევე საშუალება ჰქონდა დაგვემზადებინა ჰამერი, იგივე ჩაგუჩი. რკინის დასამზადებლად სჭირდებოდა რკინები, რომელიც არ ჰქონდა, ამიტომ წავედი კიდე ვიმაიმინინგე. როგორც კი ავიღე საკმარისი რკინები, წავედი პირდაპირ შევუნთე ღუმელში ეს რკინები. ასევე სანამ ეს რკინები იწვებოდა, წავედი და მეტი რკინა ვიშოვე, რადგან უჭირო დავჭირდებოდა მომავალშიც. შეგახსენებთ, რომ დასაკრავდი გვაქვს როგორც ფარი, ასევე ჩაგუჩი. ფარი ნუ რასაკვირველია ჩვენ გვიცავს ჩვენი მოწინააღმდეგის ეთეიქისგან, ხოლო ჩაგუჩი გვეხმარება ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ დაზიანებული ნივთების შეკეთებაში. კონკრეტულად ორკები არიან ისინი, ვინც აზიანებენ ჩვენს ნივთებს. დავამზადე ჩვენი ხმალი, რომელიც გამოიყურება ასე და წავედი შემდეგი მისიის შესასრულებლად. მარზე მონიშნული ჰქონდა ადგილი, სადაც უნდა მისულიყავით და მეც გავოდექი გზას. დღეში როგორც დავინახეთ, შემოხდა ლამა, რომელსაც გავუკიდეთ, რადგან საკვები ერთეული აღვიღო და ამასობაში დავინახე ორკები, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდნენ. მოკალი ლამა და დავალოდე ორკებს ეს მომედოდნენ, რომ წინააღმდეგო გამიწია. როგორც მიმახოლდი ორკებს ეგრევე გაუჩინავდნენ და გაიქცნენ. ჩვენი პერსონაჟი ძალიან დიდ გულზე იყო, როდესაც გარბოდნენ ორკები, რაღაც დამცინავ ფრაზებს, სიტყვებს ესროდა ძალიან ხშირად. და გამოვედით ესეთ ადგილზე, რომელიც სხვათა შორის გამწონებული იყო და პირველად შემხდა გამწონებული ადგილი ამდენი მაღაროს შემდეგ ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. ვეძებდი გასასვლელს, საიდან შემეძლო გადავსულიყავი მოპირდაპირ მხარეს. აღვნიშნე კარები, რომელშიც შესვლა შეგვეძლო, მივყევდი მაპს, მაპმა კი მოგვიყვანა მიწასთან. დავიწყე მიწის გათხრა და მივედი ისევ ჩიტთან. ჩიტმა ისე გაგვიმეორა, რომ აქედან ვერ გავალთ, რადგან მოჯადოებულია. მე არ მოვსმენ, მაინც შევედი ამ მოჯადოებაში და როგორც ხედავთ, დავედო poison ეფექტი, რომელიც სიცოცხლეს გვაკეთდება რამდენიმე ხნის განმავლობაში. აქ დავპანიკდი, არ ვიცოდი რა მექნა, თუმცა მე დავინახე, რომ poison-ი გამიქრა და დავშვიდი. შემდეგ ისე იყო ჩიტის მიერ დავალებული, რომელსაც დაგვავალ, რომ გვეპოვნა რაღაც მაღარო. მეც გავუდექი ამ გზას, რომელიც მავზე იყო ასევე მონიშნული და ვეძებდი მაღაროს. გაგხსენებთ, რომ გამოიწვევთ ახირა და ლაიქით ვიდეო, ასევე დამიწვევთ კომენტარი, სურთ თუ რა გაგგზავნოთ ეს სათამაშო. ასევე შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ დღეს ან ხვალ უკვე გამოვა ახალი სერია ჰარდკორზე, ან რომელიმე თამაშზე. ასევე მეორე სერია უკვე გადაღებული მოხდა სათამაშოზე. როგორც კი ეს ვიდეო 5 ლაიქზე, პირდაპირ დავიწყებ დაედიტებას და მეორე დღეს ან იმავე დღეს გამოვა ახალი ვიდეო. როგორც ხედავთ, მივედით ამ მაღაროსთან, თუმცა მისია შესრულებლად არ ჩაგვეთვალა. მაშინ ვერ მივხვდი თუ რა იყო ეს, მაგრამ როგორც გავარკვე მომავალში, ეს არის ბაგი უბრალოდ. მისია რეალურად ჩაგვეთვალა და შესრულებლად გამოცხადა. უბრალოდ ეს მაპზე არ ჩანდა. მაღაროში შესვლის შემდეგ, როგორც ხედავთ, იქ აღმოჩნდა მეფის წერილი, რომელიც ავიღეთ, მაგრამ წაკითხვა სამწუხაროდ არ შეგვეძლო. ჩემთვის ეს ვიდეო უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაგიაზრდეთ რაზე არის თამაში. იმედია მოგეწონათ და თუ მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ. რაც მალევა ეს ვიდეო 5 ლაიქზე, მით უფრო მალე დაიდება ახალი ეპიზოდი. დაალაიქება და დასაბსკრაიბება უფასო არის და ნებისმიერ წამში გიძლია თქვენი გადაწყობა შეცვალოთ. თქვენთან იყო კუსიკა და მომავალ შეხვედრამდე.